ფაქტიურად ის მოვლენები საქართველოში ხდება დღეს უსაშიშია ყველა მებრძოლისთვის, ვინც უკრაინაში იბრძვის, რაც შეეხება კერძოდ ამ შემთხვევას, ესაა ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ ესა ღიად ასე ვთქვათ შეურაცხყოფაზეც არ არის მებრძოლების ლაპარაკი, ეს არის ლაპარაკი მტერი სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებაზე საქართველოში. ანუ ფაქტიურად ლეგიტიმიზაციაზე იმის, რასაც ფაქტიურად აკეთებს რუსეთი. ამ წერილში მე ხედავ არის კიდე ლაპარაკი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ ფაქტიურად შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ წერილით ლეგიტიმიზაციას უკეთებს ოკუპირებულ ტერიტორიასაც, დონეცკის ოლქს უკრაინის, რომელმაც გამოიტანა ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება. მე მგონი ამ ყველაფერზე უნდა ილაპარაკოს თვითონ პიროვნებამ, ვისაც უშუალოდ შეეხო, ვიზეც იყო ეს გზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროდან. მე დარწმუნებული ვარ, რამოდენიმე დღე ჩვენ თანამებრძოლია, ყოფილი მებრძოლია ქართული ლეგიონის, მე დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ გამოვა და ილაპარაკებს ზუსტად დეტალებზე რა მოხდა და რა სახის წერილია და ცნობილი გახდება ეს საზოგადოებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს მკვეთრი სიგნალია იმის, რომ შესაძლებელია ესეთი პირდაპირ ღია დევნა დაიწყოს მებრძოლების. როგორც მინიმუმ ეს არის სიგნალი მეომრებისთვის, რომ მათ დამატებითი საფრთხეების განცდა გაუჩნდეთ და უბრალოდ თავი შეიკავონ სამშობლოში დაბრუნებისგან დროებით. კი, რა თქმა უნდა, ეს პრევენციული მეთოდია, ასე ვთქვათ, რუსული მეთოდი, რომელსაც ცდილობენ ადამიანები ვინც იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის, ვინც იბრძვის საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის, შორს იყოს საქართველოდან, იმიტომ რომ ფაქტიურად გვეუბნებიან ამით, რომ დღეს საქართველოში არის რუსეთი. პატმამუკა, გადავიდეთ შედარებით უფრო გლობალურ თემაზე, რომელიც რა თქმა უნდა ამ საკითხის ნაწილი კი არ არის, ეს საკითხი, რაზეც საუბრობდით, არის ნაწილი იმ დიდი დაპირისპირების, რომელიც მიმდინარეობს რაშისტურ რუსეთთან, ასე ვთქვათ, რომლის პოზიციებიც, რომელიც აი ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით პრეზიდენტ ტრამპის მიერ არჩეული მოლაპარაკების სპეციფიური ტაქტიკის გათვალისწინებით თითქოს რაღაც მოძლიერებული ჩანდა, თუმცა ეხლა ყველას აქვს განცდა, რომ გარკვეულ ხაფანგში არის მოქცეული პუტინი თავის პოზიციებით. რასაც ვაკვირდებით განსაკუთრებით კიევში ევროპელი ლიდერების ბოლო ვიზიტის და პრეზიდენტ ტრამპთან კონსულტაციისა და ერთობლივი განცხადების შემდეგ მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთი წამოვა, უკრაინას ფაქტობრივად არ აქვს. ამ ფონზე ზელენსკი აქტიურ დიპლომატიურ ინიციატივებს მიმართავს. ბევრისთვის მოულოდნელს მათ შორის იმის გამო, რომ საკანონმდებლო დონეზე ქონდა შეზღუდვა პუტინთან მოლაპარაკების მიუხედავად იმისა, ვიცით, რომ ის დღეს ღამით თუ არ ვსდებიან ხვალ დილით აპირებს ანკარაში ჩაფრენას და სტამბულისთვის მზადებას, რო ადგილზე იყოს. აი, როგორი არის განწყობა პოლიტიკურ და სამხედრო ელიტებში უკრაინაში, რა თქმა უნდა, მოსახლეობის განწყობასთან ერთად, რა პერსპექტივას უყურებთ? საკმაოდ რთული ვითარებაა უკრაინაში, საკმაოდ რთული ვითარება იმასთან დაკავშირებითაც, რასაც ქვია დასავლეთის პოზიცია უკრაინის მიმართ, ძალიან გაურკვეველი იყო ტრამპის, ასე ვთქვათ, მიმართულება უკრაინის მიმართ და საბოლოოდ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ტრამპმა ხაფანგი დაუგო პუტინს. არ ვიცით, რამდენად მართალია ეს, მაგრამ გამომდინარე მოვლენებიდან გავს იმას, რომ ფაქტიურად პრეზიდენტი ტრამპი არის გაღიზიანებული იმით, რომ პუტინი ვერ შეძლო და ვერ დასვა მოლაპარაკებების მაგიდასთან. არა მარტო ტრამპი, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებიც საკმაოდ გაღიზიანებულები არიან და აპირებენ ლეტალური იარაღის გადმოცემას საკმაოდ დიდი რაოდენობით, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შეტევითი ოპერაციები განხორციელდეს. მთლიანობაში განწყობა, როგორც მოსახლეობაში, ასევე ჯარში არის საკმაოდ მხნე, ადამიანები იცავენ თავის მიწას. ადამიანებს აქვთ мотивация იმისთვის, რისთვისაც უნდა იბრძოლონ და არავითარ შემთხვევაში არ აპირებენ თავის სუვერენიტეტის დათმობას, რა პირობებითაც არ უნდა იყოს. ზელენსკიმ ამ დიპლომატიური ნაბიჯებით და დათმობით ფაქტიურად დაანახა კიდევ ერთხელ დასავლურ სამყაროს, რომ პუტინი არ არის მომლაპარაკებელი, პუტინი არ არის ადამიანი, რომელიც შეასრულებს დანაპირებებს და ფაქტიურად ამ რამოდენიმე დღიანი შესვენების შემდეგ
მიუხვდით ის, რომ პუტინმა გააგრძელა ისევე დაბომბა, ზელენსკიმ თავის მხრივ შეასრულა პირობა ამ სამდღიან ცეცხლის შეჩერებაზე და არ დაბომბა რუსეთში მყოფი ლიდერები, ვინც იყო ჩასული 9 მაისო დღესასწაულებზე და ესეც პლუს დადებითი მხარეა უკრაინისთვის. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, საკმაოდ რთული ვითარებაა და ველოდებით ამ მოლაპარაკებებს. მე დარწმუნებული ვარ ამის მიუხედავად, რომ ვერ შეძლებს პუტინი ვერაფერზე მოლაპარაკებას და დიდი იმედი მაქვს, რომ ამის შემდეგ უკვე ტრამპი გაღიზიანდება ბოლომდე და ბოლო-ბოლო გადმოსცემს იარაღს უკრაინას. ნახოთ, ბევრი დრო არ დარჩა ამ შედეგების სანახავად. ძალიან დიდი მადლობა მამუკა, გისურვებთ ხნეობას, გამძლეობას და გამარჯვებას, რაც თავარია.